მეგობრებო, როგორც ვიცით, ჯგუფური აზროვნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ მე ჩემთავს ვიყენებ შინაგან მოთხოვნას, რომ არ ვიყო განსხვავებული, რომ მე თუ ამას ვიტყვი არ ამას ასე გავაკეთებ, შეიძლება ჩემი ჯგუფის წევრებმა გამრიყონ, იმიტომ რომ მაშინ მე რანაირი ჯგუფის წევრი ვარ, ხო? ეს არის რეალურად ორი შესაძლო შემთხვევა. კარგი შემთხვევა, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენს თავში და ჩვენ მგონია, რომ ჩვენ თუ ხმას ამოვიღებთ, ჩვენ თუ რაღაც ჩვენს ინდივიდუალურობას გამოვავლენთ, ამ შემთხვევაში ჩვენი მეგობრები აღარ მიგვიღებენ, ამ შემთხვევაში რაღაც ადამიანის ჰაუსია ხო თავისი კომპლექსებით, ზოგადად სოციალური არსებაა და ჩვენთვის ძალიან მკვნეულია რაღაც სოციალური ჯგუფიდან გამოგდება, ეხლა ესე არ არის ხო როცა და ეხლა ახალ მეგობრებს გავიჩენ, ან მეორე შემთხვევა, როდესაც მდგომარეობა ბევრად უფრო რთულია, იმიტომ რომ რეალურად აქ უკვე ჩვენი სოციალური ჯგუფი და არა ის, რომ მე ბუნებრივი შეში მოკლეს, რო თქვა, როგორ მიიღებენ, არამედ რეალურად არის ამის საფრთხე, რომ რაღაც მიუღებლობა არსებობს, ამ შემთხვევით ვარ ამ ჯგუფში მოხვედრილი, რომ რაღაც სხვა ნიღაბი მქონდა მორგებული და ამ შემთხვევით ვარ იქ საერთოდ პრინციპში მეორე უკეთეს ჯობია რომ გარეთ იყოს პრობლემა ვიდრე ჩვენს თავში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც შემთხვევა არ არის კარგი და სანამ რეალურად არ გავაკეთებთ იმას, რისი გაკეთებას გვინდა და რაც გგონია რომ ჩვენს რეალურ მის ჭირდება, ძალიან ვერ გავიგებთ და ვერც დავტოვებთ ადგილს იმისთვის, რომ გავიარდოთ ან ჩვენ, ან ჩვენი ჯგუფის წევრები. ეს არის როგორც წესი, ცვლილებები იწყება თვითონ ადამიანის შიგნით და ადის უმაღლეს ორგანიზაციულ დონეზე სოციალური თვალსაზრისით. სწორედ ის ხდება იმის საფუძველი, რომ შემდეგ ადამიანები ჯგუფებში და უფრო მაღალ დონეებზე ადამიანები მზად არიან, რომ გააკეთონ საშინელი რაღაცები სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მწვენია, რომ ჩვენი ნამდვილი მე გამოვხატოთ, ჩვენი სათქმელი ვთქვათ, იმიტომ რომ ერთია რომ შეიძლება ადამიანი უკიდურესად იმდენად გადავიდეს ჭკუიდან, რომ უკვე რაღაც ძალიან დესტრუქციული აზრები და სურვილები და ქცევები გაუჩნდეს, მაგრამ მეორეა, რაც უფრო ხშირ შემთხვევაში ხდება, ის არის, რომ ადამიანი კარგავს იმუნარის გამომუშავებას საკუთარ თავში, რომ ის იყოს მზად რომ უარი თქვას, ის იყოს მზად რომ რაღაცებში არ გაიხვეს და სხვების სურვილების და გამო რაღაცების შესრულება არ უწევდეს. მაშინ როდესაც თვითონ მოეცის რომ ეს ქმედება არის ამორალური. ეს უფრო კონფორმიზმის უფრო ფართე და ისეთი ცნება უბრალოდ აბსოლუტურად იგივე ხდება, მაშინ როდესაც თუნდაც მაღალი ინსტანციების წარმომადგენლების ქმედებებს რო გადავხედათ და რომ ამბობთ რომ როგორი კადრა. შეიძლება იკადრა კი, მაგრამ შეიძლება უბრალოდ ვერ ისწავლა ამდენი წელი უარის თქმის უნარი ვერ გამოუმუშავდა და რაც დაავალეს მოუწია იმის გაკეთება.